ის რაც ტოკვილმა დაწერა ამერიკაში, რაც ნახა რომ თვითმმართველობები მოქალაქეს ქმნიან თავის თავად ამ პროცესში, იმიტომ რომ არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. და აი ამ პასუხისმგებლობას სწორედ თვითმმართველობა აძლევს მოგსაშვალებას. შოკი მიიღო იმ კაცმა მე მგონი. აბსოლუტურად შოკირებული იყო მართლობის ამ სისტემით და მან დაწერა რომ ერთი რომ ეს სიძლიერე ამ ქვეყნის მოდის თვითმმართველობისგან, მეორე რომ თვითმმართველობა არის საყოველთაო პოლიტიკური სკოლა საზოგადოებისათვის და საბოლოო ჯამში მივიდა იმ დასკვნამდე რომ ხალხმა შეიძლება აირჩიოს პარლამენტი და პრეზიდენტი და მთავრობა, მაგრამ ხალხს თუ არ აქვს თვითმმართველობა, ის ვერასდროს ვერ გაიგებს თავისუფლების გემოს. დეცენტრალიზაცია ქვეყანას დაგვიშლის. ეს რაღაცა მითი 30 წლიანი ვერაფრით ვერ დაემსხვრა. თუ ერთიანობის შენარჩუნება უნდათ, ფლანდრიელებისათვის უნდა მიეცათ თავიანთი იდენტობის განვითარების საშუალება, ვალონიელებისათვის თავიანთი იდენტობის განვითარება. ვერც ერთ შემთხვევაში ეს არ გაეკეთებინათ, ვერც ერთ შემთხვევაში ბელგია ვერ შეინარჩუნებდა ერთიან სახელმწიფოს. ტირანიის შემაჩერებელი, ტირანიული პროცესების მთავარი შემაჩერებელი არის თვითმმართველობის განვითარება. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ეს მნიშვნელოვნად ცხადდება, რომ დემოკრატიული ქვეყნის ფუნდამენტი და საფუძველი არის თვითმმართველობა, მრავალდონიანი მმართველობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ჩართულობა და მონაწილეობა ქვეყნის მართვის საქმეში. ჩვენი პოლიტიკური კლასი არის აბსოლუტურად გაუთვითმფრინავებული ამ საკითხებში. ყველას აქვს ერთი და იგივე სურვილი მოვიდეს სათავეში და შეინარჩუნოს ცენტრალიზებული მმართველობა და ვერ ხდებიან იმას, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას სინამდვილეში აზარალებს. იმედია უდესმე ვისწავლით ყველა ერთად ამ ქვეყნის მართვას ისე, რომ დავიწყოთ სწორედ ყველაზე ქვედა დონიდან, თვითმმართველობიდან, მოქალაქიდან და ამოვიყვანოთ დემოკრატია მოქალაქიდან უკვე ცენტრალურ ხელისუფლებამდე. მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების შესახებ. ეს პოდკასტები დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, თუმცა ცხადია, აქ გამოთქმული მოსაზრებები გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და არ ეკუთვნის ის ჩვენს დონორებს, შეიძლება ისინი სულაც არ ეთანხმებოდნენ ჩვენს მოსაზრებებს. ჩვენ წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, როგორ შეიქმნა საერთოდ თვითმმართველობა, დაწყებული რომის იმპერიიდან, იულიუს კეისრიდან მოყოლებული, თუმცა არ გვისაუბრია დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, როლზე თვითმმართველობის, რომელიც ახლა აკისრია თვითმმართველობას. დღეს ისევ საუბარს გავაგრძელებ ირაკლი მელაშვილთან ერთად და ვეცდები, რომ მიმოვიხილოთ უკვე შემდგომი პერიოდი, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ის გამოცდილება, რომელმაც დაამკვიდრა ბოლომდე დემოკრატიული წესები, დემოკრატიული წყობილება, შუაში გქონდა გარკვეული წყვეტაც ხო ავტორიტარიზმით ირაკლი და ალბათ საინტერესო იქნება ისიც რა მოუტანა იმ ავტორიტარიზმმა თვითმმართველობები როგორ შეასუსტა კი არა და გააქრო კიდეც რეალურად. თუმცა სანამ მანამდე მივალთ, ეს დღეს გვეჩვენება რაღაცა ჩვეულებრივ მოვლენად, რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობა, რომ ჩვეულებრივი ამბავია ევროპისთვის დღეს, ასე არ იყო და ამისთვის ბრძოლა მიდიოდა. კი, და რეალურად აი ამ ბრძოლებით და ომებით მოპოვებული არის ეს უფლება ევროპაში, რასაც დღეს დგანან. მოდი, აქედან გავაგრძელოთ ალბათ, ხო, საუბარი და მერე გადავიდეთ ნელ-ნელა მოვყვეთ ჩვენამდე, მოვიდეთ ჩვენ დრომ. მოკლედ რომ განვაგრძოთ რა ხდებოდა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ევროპაში, რომ ეს საფრანგეთის რევოლუციის დროს მოხდა პირველად, რომ ეს თვითმმართველობა უკვე ინსტიტუციონალურად გაჩნდა ევროპის კანონმდებლობაში. ევროპაში ქალაქები ვითარდებოდა სწრაფი ტემპით, ურბანიზაცია სწრაფი ტემპით მიდის, ქალაქები არა მხოლოდ ხელოსნობის დავაჭრობის ცენტრია, ეს არის უკვე სამეცნიერო და კულტურული ცენტრები. იქმნება ის, რასაც ინტელექტუალური ელიტა ქვია და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩნდება პრესა. მე-18 ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში პრესა ეს საყოველთაო მოვლენა არის და იწყება ისეთი რამის ფორმირება, რაც ქვია საზოგადოებრივი აზრი.
ფაქტიურად ამ ქალაქების ცხოვრება ეს საზოგადოება ბევრად უფრო განვითარებულია, ეს არის ბურჟუაზიული საზოგადოება უკვე ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს მართვა რჩება ფეოდალურ ეპოქაში. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა, ერთი მხრივ გაქვს მონარქიები, რეალურად. აბსოლუტური მონარქიები გაქვს ევროპაში. მეორე მხრივ ჩნდება აი ეს დემოკრატიის და ეს დიდი ცენტრები ჩნდება დემოკრატიული. ჩნდება თვითმმართველობის ეს ელემენტებიც ჩნდება სწორედ ქალაქებში. და თავარია ესენი ქმნიან უკვე საზოგადოებრივ აზრს, ანუ ეს იდეები, რომელიც ქალაქებში არის პრესის მეშვეობით, გადის სოფლებში. ანუ საყოველთაო უკმაყოფილება ჩდება იმ სისტემით მართვის, იმიტომ ხალხი ვერ მონაწილეობს ამ მართვის სისტემაში. ის ახალი ელიტა, რომელიც ამოვიდა ბურჟუაზიული ელიტა, ინტელექტუალური ელიტა, კულტურა, თეატრი, სამეცნიერო დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ესენი ყველანი ჩამოშორებული არის. მართვა რჩება აი ამ ფეოდალურ სისტემაში იმპერატორები, გვარონული არისტოკრატია. მე ევროპას უშტება მაგალითი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ხო, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგვარი ის იყო, რა ქვია, შთაგონების წყარო გახდა ევროპელი მოაზროვნეების. ალექსის ტეტოკვილი წამიდის ამერიკაში, ფრანგი, მაშინდელი ძალიან ცნობილი მოღვაწე, ის წერს წიგნს დემოკრატია ამერიკაში, სადაც აღწერს. თუმცა ტეტოკვილი საერთოდ სხვა რამისთვის ჩავიდა, ხო, ამერიკაში. საერთოდ არაპირებდა თვითმმართველობას წერს. მაგრამ მან დაინახა და დაწერა სასწაული, რაც ევროპელების წარმომადგენლებს სასწაული იყო, რომ ევროპულ ცხოვრებაში სასწაული იყო, რომ ამერიკის სიძლიერე მომდინარეობს არა იმპერატორებისაგან, პრეზიდენტებისაგან, კონგრესისგან, მთავრობისგან, ამერიკის სიძლიერე მოდის თვითმმართველობისაგან, ხალხის მონაწილეობა, იმიტომ არის ისეთი დინამიური, იმიტომ ართმევენ ადვილად ყველა პრობლემას თავს, რომ არ ელოდებიან ვაშინგტონიდან ასე თქვან, ქალაქებში, სოფლებში თავად იღებენ გადაწყვეტილებას. სისტემა აძლევს მათ ამის საშუალებას. შოკი მიიღო იმ კაცმა მე მგონი. აბსოლუტური შოკირებული იყო მართლობის ამ სისტემით და მან დაწერა რომ ეს სიძლიერე ამ ქვეყნის მოდის თვითმმართველობისგან, მეორე რომ თვითმმართველობა არის საყოველთაო პოლიტიკური სკოლა საზოგადოებისათვის და საბოლოო ჯამში მივიდა იმ დასკვნამდე რომ ხალხმა შეიძლება აირჩიოს პარლამენტი და პრეზიდენტი და მთავრობა, მაგრამ ხალხს თუ არ აქვს თვითმმართველობა, ის ვერასდროს ვერ გაიგებს თავისუფლების გემოს. ტოკული როდესაც ბრუნდება ევროპაში და გამოსცემს თავის წიგნს, ეს წიგნი ხდება ლამის სამაგიდო წიგნი მთელი ევროპელი ინტელექტუალებისათვის. დაძაბულობა იზრდება, პრესა მკვეთრად ოპოზიციურად არის განწყობილი, საზოგადოებრივი აზრი. ცენტრალურ ხელისუფლებები ვერ ხვდებიან, რომ ცვლილებები არის საჭირო და მივდივართ 1858-59 წელს, როდესაც იწყება დიდი რევოლუციური პროცესი, ძალიან სისხლიანი პროცესი, რომელიც მთელ ევროპას მოედო. ეს რევოლუცია ერთი მხრივ დამარცხებით დამთავრდა საზოგადოების, იმიტომ რომ შეინარჩუნეს იმპერატორებმა, მეფეებმა, კურსდსვრება საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ მეორე მხრივ ყველამ დაინახა, რომ ასე მმართველობა ვეღარ გაგრძელდებოდა. ყველა მიხვდა ამას და აი 1850 წლიდან დაახლოებით 20-25 წლის განმავლობაში ხდება ძალიან საინტერესო პროცესი ევროპაში, როდესაც უკლებლივ ყველაფერი ქვეყანა, ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრო-უნგრეთის იმპერია, პრუსია, გაერთიანებული იტალია, შვედეთი, მაშინ ის მთელ სკანდინავიას აერთიანებდა ნორვეგიის ჩათვლით, ნიდერლანდები, ყველა იღებს კანონებს თვითმმართველობის შესახებ, მუნიციპალიტეტების შესახებ. ანუ მაშინდელი ელიტა მიხვდა იმას, რომ ასე მართოს ვეღარ გააგრძელდება და წავიდა იმაზე, რასაც კონტროლირებადი დეცენტრალიზაცია ჰქვია. ანუ მათ დაიწყეს ძალაუფლების ნაწილის გადაცემა ხალხისთვის, რომ ხალხმა დაიწყოს იმ პრობლემების მოგვარება თავად, რომელიც მათ უშუალო საცხოვრებელ გარემოს ეხება. თითქოს თან ერთნაირად მიდიოდა პროცესი, მაგრამ მაინც განსხვავებულები იყო, ხო? რა თქმა უნდა, კანონები სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. თუმცა 90% ამ კანონების 100% ეხება იმას, რაც თავის დროზე რითაც დაიწყო იულიუს კეისარმა, ის 4 ძირითადი პრინციპი, არჩევითობა, ანგარიშვალდებულობა, ფინანსები და ადგილობრივი სასამართლოები. და პლუს ეხება მაგდებურგის სამართალს, რომელიც ყველაზე გავრცელებული არის ევროპაში და ნუ განსაკუთრებით თუ ავიღებთ ავსტრო-უნგრეთს, პრუსიას, ამ ქვეყნებს და გერმანულ სამყაროს, გერმანულ ენოვან სამყაროს და პოლონეთი, ჩეხეთი, ყველა ეს ქვეყანა ფაქტიურად მაგდებურგის სამართლის ზედაყრდნობით იწყებს თვითმმართველობის განვითარებას და
მაგალითად ისეთი ისტორიკოსები როგორც არის ხოსბაუმი, ისინი თვლიან, რომ ის რაც 888-89 წლის შემდეგ დაიწყო პროცესი, ეს არის ის პროცესი, რომელიც 1985 წელს სრულდება ევროპაში თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მიღებით. ანუ იწყება ეს პროცესი, მძიმე პროცესი არის ეს, მუდმივი დაძაბულობა იყო არისტოკრატიასა და ამ ქალაქებს შორის, იმიტომ რომ თვითმმართველობა ამ შემთხვევაში შეეხო უკვე არა მარტო ქალაქებს, არამედ რურალურ სასოფლო ტერიტორიებს, იქაც იძულებული გახდნენ, იმიტომ რომ იქაც ამ ქალაქებიდან შესული ინფორმაცია ზდიდა უკმაყოფილებას, იმიტომ რომ ქალაქში თუ თავისუფალი თემები იყო, სოფლებში ჯერ კიდევ ფეოდალური ურთიერთობებია ბევრგან შემორჩენილი. ამიტომ იქაც იძულებული გახდნენ ერთი მხრივ ბატონყმობის ყველა ნიშანწყალი მოესპოთ და შემდეგ უკვე მიეცათ გარკვეული უფლებები და გარკვეული თავისუფლებები. თუმცა აი მუდმივი ჭიდაობა მიდის პირველ მსოფლიო ომამდე გრძელდება ეს ჭიდაობა ქვეყნებში, ზოგჯერ მატულობს თვითმმართველობის უფლებები, ზოგჯერ იმპერატორები და მეფეები ცდილობენ შეამცირონ ეს უფლებები, მაგრამ ეს არის ტრენდი. თვითმმართველობა ვითარდება ყველგან და ის რაც იყო მოთხოვნა 1858-59 წლებში რევოლუციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ბევრი თვითმმართველობა, დიდი თვითმმართველობა. ევროპელები ხვდებიან იმას, მათ შორის ელიტები, რომ მარტო ქალაქები არ ყოფნის ამ საქმეს და მარტო პირველი დონე არ ყოფნის და ჩდება მეორე დონის რეგიონული თვითმმართველობები. ევროპაში დაინახეს, რომ როდესაც არსებობს ეთნიკური პრობლემები, ამ ერებს უნდა მიეცეთ რევოლუციების გარეშე განვითარების საშუალება. იყო ძალიან საინტერესო განსაკუთრებით აი პოლონეთთან და ავსტრო-უნგრეთის იმპერია არის ამისი ასე ვთქვათ. დეცენტრალიზაციამ როგორ ჩააქრო, როგორ უშველა აი ამ პრობლემას, ნუ ცხადია სანამ შემდეგ პირველ მსოფლიო იმპერია დასკო, კი. ავსტრო-უნგრეთს რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი პრობლემები და ძალიან მრავალეროვანი იყო, ხო? ავსტრიელები, უნგრელები, ჩეხები, მორავიელები, უკრაინელები, პოლონელები, რუმინელები, ყველა ცხოვრობდა. და ეგრეთ წოდებული სეპარატიზმის პირველი ნაბიჯი ხდება ის, რომ გალისიას აძლევენ ავტონომიას და რუსული დღევანდელი პროპაგანდა იძახის მაგალითად იმას, რომ უკრაინული იდენტობა ავსტრიელებმა შექმნეს სპეციალურად რუსების წინააღმდეგ, ისინი ხო რა კაი ჭკუაზე არიან, ესე იგი, რომ სკოლაში სწავლის უფლება მისცეს და უკრაინულ ენაზე და უკრაინულ ენაზე გაზეთის გამოცემის უფლება და ასე შემდეგ, ეს ჩათვალეს, რომ რუსების წინააღმდეგ გააკეთეს. ნუ სასწაული არის, მაგრამ ხდება ჩეხური ეთნიკური თვითყოფადობის განვითარებაც, უკრაინულისაც, პოლონურისაც, ანუ ავსტრიის იმპერატორი, მათ შორის უნგრულისაც 1857 წელს ავსტრიამ და უნგრეთმა ფაქტობრივად ფედერალური ხელშეკრულება გააფორმეს, სადაც დიდი უფლებები მიეცათ უნგრელებს. ანუ ისინი მიხვდნენ, რომ აი ამ ორდონიან მეორე დონის გაჩენით შესაძლებელია, რომ ამ ერებმა თავიანთი განვითარება შეძლონ თავიანთი კულტურის, განათლების შექმნა, დაიკმაყოფილონ თავიანთი ეროვნული მოთხოვნები, ისე რომ არ წავიდნენ შეიარაღებული აჯანყების და ომის გზით. კონტროლირებული ეს დეცენტრალიზაცია რაღაც კონტროლირებული იყო. კონტროლირებადი დეცენტრალიზაცია ასე ერქვა ზუსტად. და აი როცა ეხლაც გვიდგას, ხო, განსაკუთრებით საქართველოში გვიდგას ეს პრობლემა, რომ დეცენტრალიზაცია ქვეყანას დაგვიშლის. ეს რაღაცა მითი 30 წლიანი ვერაფრით ვერ დაემსხვრა და აი ამ ტოტალიტარული აზროვნების შედეგია, რაც ჩვენ მანამდე 70 წელი გქონდა. ეს რეალურად არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ებრძოლო სეპარატიზმს ქვეყანაში სწორედ დეცენტრალიზაციით და არა ცენტრალიზებული მმართველობით. ბელგია არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი, მით უმეტეს ბელგია, რომელიც ორი თემისგან შედგებოდა. ისტორიულად ერთმანეთთან დაპირისპირებული თემებია ეს ვალონიელები და ფლანდრიელები, სულულად განსხვავებული ენა, კულტურა და საკმაოდ დაპირისპირებულები, ხო? იქ მიხვდნენ ბელგიის მეფეც და მისი, ასე ვთქვათ, ელიტაც, ბელგიის ელიტაც, რომ აუცილებელი იყო, რომ თუ ერთიანობის შენარჩუნება უნდათ, ფლანდრიელებისათვის უნდა მიეცათ თავიანთი იდენტობის განვითარების საშუალება, ვალონიელებისათვის თავიანთი იდენტობის განვითარება. ვერცერთ შემთხვევაში ეს არ გაეკეთებინათ, ვერცერთ შემთხვევაში ბელგია ვერ შეინარჩუნებდა ერთიან სახელმწიფოს. ეს იყო ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება და სხვათა შორის, როდესაც მერე ქარტიას იღებენ 150 წლის შემდეგ, იქ ისახება
მრავალდონიანი მმართველობის პრინციპები და მაგალითი იყო სწორედ ბელგია და მერე იტალია. იტალია 1865 წელს როდესაც გაერთიანდა იტალია წავიდა რეგიონალიზმის პრინციპზე, ანუ არ უცხოვრიათ ერთიან ქვეყანაში იტალიის რეგიონებს და მოუკიდებლად ცხოვრობდნენ და ის 12 რეგიონი, რომელიც შეიქმნა ძალიან მაღალი ავტონომიურობის ხარისხით, იმან უზრუნველყო ის რომ აი ეს შიგა დაპირისპირებების პროცესები არ წავიდა და მათ იმდენი თავისუფლება ჰქონდათ, რომ საკუთარი თავის განვითარებას ახერხებდნენ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ჩნდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ამ ქვეყნისთვისაც, რომ არ შეეშინდეთ მთავრობებს დეცენტრალიზაციის, რომ პირიქით დეცენტრალიზაცია ყოველთვის არის უფრო დიდი გარანტი სეპარატისტული განწყობების ჩასაქრობად, დიდი გარანტი ერთიანობის შესანარჩუნებლად და რაც მთავარია განვითარების ძალიან დიდი გარანტი. ფაქტობრივად აი ამ პერიოდში უკვე მე-19 წლის ბოლოს ერთ მნიშვნელოვანი ჩამოყალიბებული არის მთელ ევროპაში პოზიცია, რომ ადგილობრივი განვითარების საკითხებს ბევრად უკეთესად მართავს თვითმმართველობა ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება, იმიტომ რომ მას წარმოდგენა არ აქვს ბერლინში თუ პარიზში თუ რომში თუ ვენაში მსჯელობ ჩინოვნიკს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ბალკანეთის სოფლებში ან მის პერიფერიებში იმ სოფლებში იმ პატარა ქალაქებში რა საჭიროებები არის ვერც კი ჩავა მithumetes იმ პერიოდში ხო ჩინოვნიკი ყველგან ვერ მოივლის ამიტომ ადგილებზე განვითარება ანდვეს და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხების მოგვარება անդეს იმ ხალხს ვინც ადგილზე ცხოვრობს და თავად გამოიყენებს ყველა იმ სერვისებს ცენტრალური ჩინოვნიკი რომელიც ვენაში ცხოვრობდა ის ხო არ იყენებდა იმ გზებს რომელიღაც სოფელში ან პატარა მცირე ქალაქში იყო ხო პერიფერიაზე არაზოსი გაცადიოდა არ წყალს არ გამოიყენებდა არც კარანტინს არაფერს არ იყენებდა ხო მაგრამ ადგილობრივი ჩინოვნიკი ხო იქ ცხოვრობს ის თავად არის დაინტერესებული ანუ ევროპაში ეს მათ შორის ამერიკული გავლენითაც ჩამოყალიბდა ხო ის რომ ადგილობრივი ამერიკამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ევროპის სხვათა შორის აი ევროპელი მოაზროვნეების რო ვიღოთ ეს მარტო ტოკვილი არ არის ხო ჯონ სტიუარტ მილი რომელიც წერდა ნაშრომები აქვს წარმომადგენლობითი მმართველობა თავისუფლების შესახებ ყველა მიხვდა ერთ რაღაცას რომ ტირანიის შემაჩერებელი ტირანიული პროცესების თავარი შემაჩერებელი არის თვითმმართველობის განვითარება. ჩვენ ახლა ვნახავთ გადავალთ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვითარებაზე, პირველ მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა მოახდინა, ხო? ავსტრო-უნგრეთის იმპერია საერთოდ დაიშალა, იმიტომ რომ დამარცხდა ომში, ის იყო ომის სამომწყები, დამარცხდა და გამარჯვებულება მარტივად თქვა დასაჭეს გამოიყენეს ის შიგა წინააღმდეგობები რაც იყო და დაშალეს, თუმცა მერე ჩერჩილი მაგალითად მაგრანაობდა მაგას, იმიტომ რომ ნუ უზარმაზარი წესრიგი და დემოკრატიული სისტემა მოიშალა და მათ ადგილას შეექმნა ნაციონალისტური ძალიან მძიმე რეჟიმები, სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომამდე, ხო? პირველ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ხდება ავტორიტარიზმის და ტირანიების რესტავრაცია. მუსოლინი, ჰიტლერი, სალასარი პორტუგალიაში, ფრანკო პრაქტიკულად მთელი ევროპა მოიცვა დიქტატორობა. ყველა დიქტატორი რომელიც მოდის სალასარიდან დაწყებულობან ყველაზე რბილ დიქტატურად ითვლებოდა. პირველი რასაც აჩერებს და ანგრევს ეს არის თვითმმართველობას. აუქმებს თვითმმართველობას 26 წელში. და იგივე ექნა შემდეგ ბოდიში გაწყვეტინებ, იგივე ექნა შემდეგ გამარჯვებულმა სტალინმა და საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც სტალინიზმის 26 წელში დუჩე მუსოლინი აუქმებს თვითმმართველობას და ნიშნავს ყველა ქალაქში და ცენტრიდან ინიშნება 35 წელში სტალინი შვება ამას ფრანკო მოდის თუ არა ეგრევე აუქმებს თვითმმართველობებს სალასარი ცოტა ხანი ყავს თვითმმართველი ორგანოები მაგრამ არჩევითობაც უხდება მე ყველაფერი ერთი პარტიის ხელში ჩდება. ანუ ეს აჩვენებს, რომ ავტორიტარების და დიქტატორების თავარი მტერი არის არა ის, რომ პარლამენტები ყველგან არსებობდა რაღაცა სახით. არამედ თავარი მტერი ხო, რაღაცა ამათლი ფორმით. ეს არის თავარი მტერი. ეს ანგრევს, ეს არის ფუნდამენტი და თუ ფუნდამენტი დემოკრატიულია, მასზე ვერ ხერხდება ავტორიტარიზმის დაშენება. ჩვენი წარმოდგენა ესეთია, რომ რაღაცა სადღაც ცენტრში
მყოფმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, რომ მოდი ახლა დემოკრატია გავავრცელოთ ბოლო სოფლამდე, ბოლო მოქალაქემდე ჩემი ქვეყნის. არ და რეალურად სულ პირიქით ხდება, პირიქით დემოკრატია ქვემოდან თუ არ დაიწყოთ ცენტრში, არასოდეს არ გადაწყვეტს მჯდომი ადამიანი, რომ ახლა დემოკრატიული იყოს. სხვათა შორის უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე როდესაც ნაციზმი დამარცხდა, დიქტატურები დამარცხდა ევროპაში, იწყება ევროპის ინტეგრაციის პროცესი, იქმნება ევროპის საბჭო, რომელიც ხდება მთავარი ორგანო, რომელიც იწვევს ზრუნვას დემოკრატიის განვითარებაზე და პირველი რასაც აკეთებენ აცხადებენ ისინი, რომ დემოკრატიის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი და ფუნდამენტი არის თვითმმართველობა. იქ სადაც თვითმმართველობა არის, იქ დემოკრატია არის. 20 წელი დაჭირდათ. 30 წელი დაჭირდათ. 30 წელი დაჭირდათ, რომ გამოეყენებინათ ყველა გამოცდილება, რაც არსებობდა. მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპა, ნიდერლანდებში იყო ძალიან მაღალი ფინანსური ავტონომია. რეგიონალიზმის პრინციპი იყო აღებული იტალიიდან და ბელგიიდან. მოწყობა, არჩევითობა, ეს უნივერსალური პრინციპები აიღეს მაგდებურგის სამართლიდან და ქალაქის მოსახლეობის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ფაქტიურად ის უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც დაკრუვდა ევროპაში საუკუნეების განმავლობაში, აი ამისი კვინტესენცია მოხდა ევროპულ ქარტიაში და რო წარმოვიდგინოთ ეს განვითარება როგორ არის იწყება 44-45 წელიწადს იულიუს კეისრით იმის საფუძველზე ბრიტანეთში, იტალიაში ადრეულ შუა საუკუნეებში იქნება თვითმმართველობები, მერე ცენტრალურ ევროპაში და იქნება უკვე სამართლის ახალი ნორმები, მაგდებურგის სამართალი, კოლონის სამართალი, უამრავი სამართლის სისტემა იქნება, რომელიც ზუსტად იმ პრინციპებს ემყარება, რაც ჩამოწერა თავის დროზე კეისარმა და აი ამ ორი რევოლუციის შემდეგ ეს არის საფრანგეთის დიდი რევოლუცია და 1948-49 წლის ხალხის გაზაფხულს როგორც უწოდებენ ამ რევოლუციების შემდეგ საბოლოოდ ინსტიტუციონალურ დონეზე მკვიდრდება თვითმმართველობა და უკვე სამეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ეს მნიშვნელოვნად ცხადდება რომ დემოკრატიული ქვეყნის ფუნდამენტი და საფუძველი არის თვითმმართველობა, მრავალდონიანი მმართველობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ჩართულობა და მონაწილეობა ქვეყნის მართვის საქმეში. ყველა კარგად ხდება, როდესაც მოქალაქის მონაწილეობაზეა ლაპარაკი, მოქალაქე არ გარბის და საგარეო პოლიტიკაზე არ იწყებს ახლა ამაში ჩამთვეთო რა მოლაპარაკებებში ერთი ქვეყნისა ის ითხოვს ჩართვას რაში. მისი უშუალო საცხოვრებელი გარემო ისე იყოს მოწყობილი და მისი განვითარება ისე იყოს მოწყობილი იმ დასახლებაში, სოფელში, იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობს, რომ მისთვის კომფორტული იყოს ცხოვრება. და შესაბამისად სახელმწიფოები და ელიტები ევროპაში მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ეს არა ცენტრალური ჩინოვნიკის საქმეა, არამედ ამ საქმეს ბევრად ეფექტურად და ბევრად ხარისხიანად გააკეთებს ადგილობრივი მაცხოვრებელი და ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაც მთავარია, ეს კარგია ცენტრალური ხელისუფლებისათვის, იმიტომ რომ იქ არსებულ თითოეულ პრობლემაზე ცენტრისკენ ხელის გაშვება არ ხდება. წყალი არ მოდის, თბილისის ბრალია, გარეგანათება არ არის, თბილისის ბრალია, გზა არ გვივარგა, თბილისის გვარი არა. შენ გაქვს ხელისუფლების ორგანო ადგილზე, შენ ირჩევ მას. შენს წინაშე არის ანგარიშვალდებული და შენ გაქვს რეალური ძალაუფლება, რაც შენი პასუხისმგებლობა. ის რაც ტოკვილმა დაწერა ამერიკაში, რაც ნახა რომ თვითმმართველობები მოქალაქეს ქმნიან თავის თავად ამ პროცესში, იმიტომ რომ არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. და აი ამ პასუხისმგებლობას სწორედ თვითმმართველობა აძლევს მოქალაქეს, თვითმმართველობა აძლევს იმის შეაძლებლობას, რომ მან სრულუფლებიან წევრად იზრუნოს თავი იმ საზოგადოების, რომელსაც რაღაცას ეკითხებიან, წყვეტს იმ საკითხებს, რაც მის სამეზობლოზე თავად მას ეხება და ასე ყალიბდება ის ინსტიტუტი, რასაც მოქალაქე ქვია და რაც საქართველოში დღესაც ვერ შევქმნით. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს არ ჯერათ, რომ მათი გადასაწყვეტი არის რამე ცხოვრებაში და სულ მუდმივად ერთი და იგივე რაღაცა გვესმის, ხო? რომ 4 წელიწადში ერთხელ ვახსენდებით, როცა არჩევნები არის. იქ თვითმმართველობა ქმნის იმ სისტემას, როდესაც 4 წელიწადში ერთხელ კი არ ახსენდება. ის ყოველდღიურად და ყოველთვიურად და ყოველწლიურად არის ჩართული იმ პროცესების და იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც მას ეხება, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება რო ავიღოთ, ადამიანი
სახელმწიფოსთან შეხების 90% არის ის, რა თვითმმართველობა უნდა გააკეთოს. თვითმმართველობასთან გააქვს შეხება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც შენ საცხოვრის, შენ დასახლებას ეხება, იმ არეალს ეხება, სადაც შენ ცხოვრების უმეტეს დროს ატარებ. ეს იყო მთავარი, რაც ევროპამ გააკეთა. რა თქმა უნდა, ძლიერი იყო ამერიკის მაგალითი, სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს უკვე თვითმმართველობა ეს მხოლოდ ევროპული აღარ არის. მოდი, იცი რა მინდა, ევროპულ ქარტიას არის საქართველოს შეერთებული უკვე 20 წელია. და იქ არის რაღაცა ნაწილები, რომელსაც მე გზადაგზა უერთდებოდით, მათ შორის მოქალაქეთა მონაწილეობის ნაწილს, აგერ 2019-ში თუ სწორად მახსოვს, სუბსიდიარობის პრინციპი, ან რაღაცებს გვიან შეუერთდით, მაგრამ თავად ქარტიას შეერთებული ვართ უკვე 20 წელია. თუმცა მე ნაკლებად მგონია, რომ ქარტიის პრინციპებზე მოსახლეობას დიდი წარმოდგენა ჰქონდეს. ძალიან საინტერესო იყო, სხვათა შორის გახსოვს ერთად ვესწრებოდით იმ შეხვედრას, როცა 2014-ში სტრატეგიის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეთ, ოზურგეთში შეხვედრა გქონდა და იქ ადგა ერთი ადამიანი, რომელიც იყო წიგნით მოსული, ადგილობრივი ოზურგეთელი კაცი, ჩვენი ხნის დაახლოებით და წიგნი უკავია და აქედან გვიკითხავს და ვხვდებით, რომ ქარტიის სამონარიდებია. მე პირადად წიგნად გამოცემული კარტი არც არასდროს მენახა. პირველად ამ კაცს ხელში ვნახე და ასეთი კაცები და ქალები სამწუხაროდ ცოტანი არიან, ვინც იცის რა არის. რა არის უმთავრესი ქარტიაში. პირველი და უმთავრესი მე მგონია სუბსიდიარობის პრინციპი. და სუბსიდიარობა განვარტოთ კიდეც, ხო, რას ნიშნავს? 4 ძირითადი პრინციპია, მოდი ასე ვთქვათ, ხო, თვითმმართველობის. ეს არის პირველი არჩევით. რა თქმა უნდა. რას ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველი ორგანოები არ უნდა იყვნენ დანიშნული და უნდა იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეულები. რას ნიშნავს ეს? ის ანგარიშვალდებული არის ცენტრალური ხელისუფლებას, არამედ მოსახლეობის პრინციპში. სუბსიდიარობის პრინციპი ეხება სახელმწიფოს მოწყობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საკითხები, რომლის გადაწყვეტა შეიძლება ადგილებზე, ის აღარ უნდა გადაწყვიტოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ან რეგიონალურმა ხელისუფლებამ თუ ეს არსებობს. ეს საკითხები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს და რატომ? ის არის ყველაზე ახლოს დგომი ხალხთან. მან ყველაზე უკეთ იცის ადგილობრივი პრობლემები. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, სუბსიდიარობის პრინციპით აშენებული ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ ადგილებზე ძალიან ბევრ საკითხებს ხვედენ. და როგორც იქნა ეს სუბსიდიარობის პრინციპი ჩვენს კონსტიტუციაში ცავსახეთ, მაგრამ ცარიელი სიტყვები არის სამწუხაროდ, ხო? მესამე პრინციპი უმნიშვნელოვანესი პრინციპი არის. მე რო სუბსიდიარობის პრინციპზე ქვეყანას ვაშენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილებზე არის ბევრი უფლებამოსილებები, ეს უფლებამოსილებები რო განახორციელო, უნდა კონდეს შესაბამისი ფინანსური რესურსები. ჩვენ რო საქართველოს აი თენგიზ შერგელაშვილი გვეყოლება სტუმრად და იქ ვისაუბრებთ ამ თემაზე, თქვენ ნახოთ ახლა საქართველოში რა ხდება, ავიღოთ ჩვენი მუნიციპალური განვითარების სტრატეგიები. ჩვენ ნახავთ, რომ სწორ რაღაცებს წერენ. მაგრამ ფული არ მარტო ფული არ არის. არც უფლებამოსილება ტურის რო ანვითარებს და უწერია მუნიციპალიტეტს, რომ ტურიზმი არის მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ტურიზმის განვითარებაში მას არანაირი წვლილი შეეძლო, აბსოლუტურად ცენტრალიზებული არის და უამრავი ასეთი თემა არის. ისეთი მნიშვნელოვანი და საცოცხლო საჭიროებებიც კი, როგორიც მაგალითად წყალმომარაგება თითქოს გააქვს უფლებამოსილებაში, მაგრამ ამ დროს მოსახლეობა მიდის, ეუბნება მერს, რომ წყალი არ მაქვს მიშველე და მე ვერაფერს ვერ შველის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მისი უფლებამოსილება. რომელიც ოფისის თბილისში. მეოთხე ეს არის მოქალაქეთა მონაწილეობა. თვითმმართველობა არსებობს და ფუნქციონირებს იქ, სადაც არის მოქალაქეთა ჩართულობა. ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ჩემთან გადაცემაში ამ პრობლემაზე, ძალიან მარტივად მინდა ვთქვა. ჩემი გამოცდილებითაც, ჩვენი საერთო გამოცდილება და ჩვენი მეგობრების მითი იმის შესახებ, რომ ქართველებს არ აქვთ მონაწილეობის სურვილი, არ უნდათ არაფერს გაკეთება, არ ჯერათ არაფერს. ეს არის დიდი ტყუილი. ყველა ის პროექტი, რომელშიც გამეხორციელებოდა, სადაც გადაწყვეტილების მიღება იყო მოქალაქე. გამოირჩეოდა უდიდესი აქტივობით. ხანდახან უფრო მეტი აქტივობით, ვიდრე პარლამენტის არჩევნებში. ანუ ის რომ ხანდახან იტყვიან ხოლმე, რომ კარგი რა ირაკლი, ახლა შენ ევროპაში გონია თავი, არაფრით არ განსხვავდებით.
ამ კუთხით არაფერს არ განსხვავდებით. აქვთ ეს მოთხოვნილება და ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ ვნახეთ. ახლაც კი, როცა მონაწილეობა მე თუ მკითხავ ძალიან შესუსტებულია და ამაში ლომისვლელი მიუძღვის ამ თელ პოლიტიკურ პროცესებს, რაც მიდის. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ეს ვალდებულებები კოდექსში გვაქვს ჩაწერილი და მოქალაქეთა მონაწილეობა არის ავალდებულო ადგილობრივი ერთი არის კანონები, მეორე არის პოლიტიკა. ხო, აი სწორედ მანდა ვარ რომ პოლიტიკა ხშირად ყველაფერს აკუჭებს. ჩვენი პოლიტიკური კლასი არა მარტო ხელისუფლებას ვატყობს რა. ჩვენი პოლიტიკური კლასი არის აბსოლუტურად გაუცნობიერებელი ამ საკითხებში. ყველას აქ ერთი და იგივე სურვილი მოვიდეს სათავეში და შეინარჩუნოს ცენტრალიზებული მმართველობა და ვერ ხვდებიან იმას რომ ნებისმიერ ხელისუფლებას სინამდვილეში აზარალებს. და ჩვენ მუდმივად ვართ არეულობის შიშის, დაძაბულობის, მძიმე სოციალური ფონის პირობებში და არ ვანდობთ ადამიანებს თავარი საკითხის გადაწყვეტას. აი წარმოიდგინეთ, ვამბობთ რომ პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს, პარლამენტი შეიძლება აირჩიოს, მაგრამ სოფელში გარეგანათება უნდა გაკეთდეს თუ გზა, თუ რომელი პროექტი განხორციელდეს საკუთარ სოფელში, იმის გადაწყვეტის უფლებას არ ვაძლევთ. ყველაფერს უფლებას ვაძლევთ. აი მე ამირჩიე, ხმა მომეცი, ხარი დამიჭირე, რეფერენდუმში მიღებულ ადგილზე შენ არ გეხება, მე უნდა გადავწყვიტო თბილისში, აი სოფლის 5000-იანი პროექტებიც კი მოგვაქვს თბილისში სამინისტროზე, მე ერთიანი სიით მთავრობაზე მტკიცდება, არც ერთ მინისტრს, არც ერთ ბიუროკრატს რომელიც გააწვლა. წარმოდგენა არა აქვს ეს პროექტი რისთვის არის საჭირო, ეს 3600 სოფელი გვაქვს საქართველოში. აი ეს არის პრობლემა, რომელიც ევროპელებმა გადაჭრეს 19 საუკუნეში. იმედი ადრე თუ გვიან ჩვენც რაღაცას ვიცით. ხო, ამ საკითხებს ჩვენ სხვა პოდკასტებში რა თქმა უნდა გავშლით, იმიტომ რომ ჩვენი სისტემის პრობლემურობა რა არის, ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, აზრი არ იქნება არაფერზე ლაპარაკს, იმიტომ რომ ეს სისტემებია რეალურად რაც განვითარების შესაძლებლობებს გვიკლავს ამ ქვეყანაში უკვე 30 წელია და გეთანხმები იმაში, რომ აი ამ ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა ვერც საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და 30 წელი ერთი და იმავე შეცდომებს უშვებთ და ვერც ხვის კარგ გამოცდილებაზე ვერაფერი ისწავლა. იმედია უდესმე ვისწავლით ყველა ერთად ამ ქვეყნის მართვას ისე, რომ დავიწყოთ სწორედ ყველაზე ქვედა დონიდან, თვითმმართველობიდან, მოქალაქიდან და ამოვიყვანოთ დემოკრატია მოქალაქიდან უკვე ცენტრალურ ხელისუფლებამდე. დღეს ამით დავასრულოთ, იმედია მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი საუბარი და ახალი ამბებიც გაიგეთ. რა თქმა უნდა ჩვენ ამ პოდკასტებს გავაგრძელებთ. თქვენ კიდევ შეგახსენებთ რომ უნდა გვიყუროთ ვებ პორტალზე დროაჯი, ისევე როგორც Facebook გვერდსა და YouTube არხზე თვითმმართველობის დროა. დიდი მადლობა დროებით.